ჩვენ შემდეგ მონაწილეს ემილი გოგუა. Oh, don't привет, guys. I'm terrible and registration configure. უკაცრავად ინგლისურად ვაზროვნებ. დღეს ისეთი რაღაცები უნდა წარმოგიდგინოთ, просто აი Columbia Pictures-ი ვერ წარმოგიდგენთ. მე მქვია ემილი, უფრო მოკლედ ემი, უფრო კონკრეტულად ლალი. რო დავიბადე დედაჩემმა ისეთი ლამაზი ვიყავი, просто ისეთი ლამაზი ვიყავი, დედაჩემ მამას თავში არ ავარდეს და ლალი დამარქვა. მე მივხვდი რომ შარდენზე ლალი ცოტა ტეხავს და ემილი დავირქვი. წარმოშობით ფოთელი ვარ, მაგრამ თბილისში ვცხოვრობ, აი 10 წელი, ამიტომ ფოთი ბუნდოვნად მახსოვს. Don't tell me questions. რაც შეეხება ჩემს ერთადერთი ჩემს memory-ში, რაც არის, ეს არის პირველი სიხარული 5 წლის სამ, როდესაც გეოგრაფიულ რუკაზე აღმოაჩინე თბილისი და მე მივხვდი, ეს იყო ადგილი, სადაც უნდა მეცხოვრა. მას შემდეგ ჩემს მეზობელს მოვპარე თბილისის ტრაფარეტი და საწოლთან გავაკარი. სამი დასახელების ტრანსპორტის შეცვლა არ დამჭირვებია, სანამ თბილისამდე ჩამოვედი, პირდაპირ მანქანით ჩამოვქანდი. მას შემდეგ აი მთელი შარდენი მეუბნება, просто რომ აი ძალიან გავხარო კარენოი თბილისელს, იასნატო, აი ძალიან მევასება კლუბები და ღამის ცხოვრება და აი ძალიან ვიხოდები. განსაკუთრებით თუ ბაბუა ჩემის დამზადებულ ჭაჭას გადავკრავ კლუბში წასვლამდე, მე აი ისეთ ხოძე ვარ, რომ მთელი კლუბი მეუნება ესეთი რა დალიაო, ეხა შურიან ხალხს რა დალევს, просто ვაკეში ვცხოვრობ უკვე 86,610 საათი, 6 წუთი და 71 წამია. ხები, ხაზე იკამ დამithვალა. განათლება სვეტსკი პირველად რო ჩავაბარე დემნა სამხარაულის სახელმწიფო კოლეჯში, აი წარმოიდგინეთ, просто ერთი თვე პოსლეზე, აი შოპინგიც არ გამიკეთებია. არადა ძალიან მიყვარს famous brands. განსაკუთრებით მიყვარს დიზაინერი მარგველა, აი ძალიან მაგარ წინდებს ქსოვს. ხასიათით ვარ ძალიან ერთგული, მოსიყვარულე, თბილი და კეთილი ადამიანი. არ ამას წინათ მაგალითად ადამიანს სჭირდებოდა თირკმელი, მე მჭირდებოდა iPhone 7 და გავცვალეთ. მე ნუ iPhone 7 დავალაპარდე, რომ თირკმელი დამებრუნებინა, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან კეთილი ვარ, просто პირადი ცხოვრება ზამთარში შარდენის ბარებივით ცარიელი მაქვს, მაგრამ იყო ჩემ ცხოვრებაში ადამიანი, ვინც მიყვარდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც ზამთარს აფხულ 24 საათის განმავლობაში იდგა ჩემს კართან. ადამიანი, რომელიც მელოდა სახში როდროდის დაბრუნდებოდი. მხოლოდ იმისათვის, რომ ეს მუთანა გადაიგზა, ცხვირპირი ჩაელეცა. Just relax. ეშმუთა. ხალი სიტყვა. ხელა. აუ ერთი წუთით რა. მე აი თქვენ ახლა მაგის თქმა გინდათ რომ მე აქ ჩეკინი დამავიწყდა. მე აქ ახლა თქვენთან მოვედი, საუბრობ და ვერ ჩეკინი просто. ვისა, ბედო! კარგი იყო. კარგი იყო ლალი. ლალი ქვია. ქალბატონო ლალი. კარგი ხუმრობები ქონდა, შენ თვითონ დაწერე? ეს მართლა? კარგი გოგოა. კაია. ცოტა იცი რა არის მუსიკალური გაფორმება რო ქონოდა ამას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ თემატიკას შეეხე, ძალიან ბევრი სახე შექმენი უცბად და ამიტომ ცოტა მუსიკალურად და ძალიან ჩქარობდი ამ ყველაფერს. აი ხო რაღაცა ის დავაბალანსო. იმიტომ რომ სიცის არ გვაცდიდი, იმიტომ რომ ჩვენ რო ვიცინით, თქვენ აგრძელებდით ისევ ახალი ხუმრობის დაწყებას, ამიტომ გვაცადოთ ხოლმე, რომ გავიცინოთ, გადავიხარხაროთ ეს ამთავარია ამ გადაცემაში. მე მინდა გითხრა ემილი, რომ რადიკალურად განსხვავებული ხუმრობები და პერფორმანსი ქონდა, ეგრეთ წოდებული. დღეს წინასთან შედარებით ბევრად ხარისხიანი იყო ეს გამოსვლა და ბევრად კარგი, ბევრად სასაცილო. და მომეწონა ის რომ თავდაჯერებული ხარ სცენაზე, ეს კარგია. აი აწვები რქებით და კარგია ეს, ყოჩახ. მადლობა. შეგიძლია დაჩეკინდე. ემილი, ძალიან საინტერესო გოგო ხარ, ნიჭიერი და რა ვიცი, გულშემატკივრობ და ძალიან მიხარია, როცა გოგოებს ხედავ, ესე იუმორს აფრქვევენ, ასე რომ რა ვიცი, მომწო ხარ, კარგი გოგო ხარ, წარმატებები შენ. ძალიან დიდი მადლობა. გულშემატკივრობ.